პოსტპარტალური გამონადენი, ნორმა და გადახრები. შობიარობის შემდეგ, როგორც ბუნებრივი, ასევე საკეისრო კვეთის დროს ჩნდება სისხლიანი გამონადენი. ამ გამონადენს ლოხიები ეწოდება. ისინი გრძელდება დაახლოებით 40 დღე. პირველ საათებში ისინი უხვია, ექიმო უნდა აკონტროლოს მათი რაოდენობა, ამიტომ სიფრთხილისთვის პირველ დღეებში გამოიყენეთ შთანთქმადი საფენები, რათა ექიმმა შეძლოს გამონადენის მოცულობის დანახვა. თუ ლოხიები ძალიან ბევრია, ეს შეიძლება მიუთითებდეს სისხლდენაზე. ამ შემთხვევაში ექიმი დროულად მიიღებს ზომებს. პირველ დღეებში გამოდის სისხლის შედედებები. 7 დღის შემდეგ შედედებების გამოსვლა შეწყდება, ხოლო თავად გამონადენი შეიცვლება. ადრე ისინი მკვეთრად წითელი იყო, ახლა კი მოყავის თუ გახდება. შემდეგ, როცა საშვილოსნო მოშუშტება, გამონადენი უფრო ნათელი გახდება და ეს კარგი ნიშანია, ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. როდის უნდა მიმართოთ ექიმს? არსებობს ორი სიგნალი. პირველი, თუ გამონადენი ძალიან მცირდება ან მოულოდნელად ადრე წყდება, ეს შეიძლება მიუთითებდეს საშვილოსნო სკელის სპაზმზე. ეს ნიშნავს, რომ ჩარევა აუცილებელია. მეორე, თუ გამონადენი სისხლის შედედილობებით კვლავ გამოჩნდა, გახდა უხვი, ბინძური ფერის უსიამოვნო სუნით, ან გაჩნდა ტკივილი მუცვის ქვედა ნაწილში და ტემპერატურის მომატება, ეს შეიძლება მიუთითებდეს ინფექციურ ლანთებით პროცესზე. მოიარეთ ნაკერები და აკვირდით გამონადენის მდგომარეობას, დაისვენეს და მაშინ აღდგენა წარმატებით ჩაივლის.